14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 35 წლის კაცის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მას კიდევ რამდენიმე მუხლით ჩადენილ სავარაუდო დანაშაულსაც ედავებიან. უმძიმესი სავარაუდო ფაქტი კახეთში ხდებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით არასრულწლოვანმა გამოძიებას უთხრა, რომ მამის მხრიდან მასზე სექსუალურ ძალადობას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. ადგილობრივები კი ყვებიან, რომ მამის შესახებ იცოდა დედამ და ბებიამ. გვარში მანქანის გადავარდნის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბრალდებულმა საავარიო მდგომარეობა შექმნა. ავტომობილით სხვა მოძრავ მანქანებს დაეჯახა, ერთ-ერთი კი მდინარეში გადავარდა. სამძებრო სამაშველო ოპერაცია მტკვარში 2 დღეა მიმდინარეობს. უკრაინაში ქართული ლეგიონის მებრძოლების მანქანა დარტყმის ქვეშ მოყვა. 4-ვე ჯარისკაცი გადარჩა, მათ მძიმე ჭრილობები მიიღეს. ინფორმაცია მამუკა მამულაშვილმა გაავრცელა. მისი ცნობით შემთხვევა ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მოხდა. საქართველოს არაა სკოლის მოსწავლეს აშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვა, ასე პასუხობს კობახიძე გზავნილებს ამერიკიდან. მან სახელმწიფო მნივნის განცხადება უარყო და თქვა, რომ არასდროს უკითხავთ, რა მოეთხოვებოდა შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მიუხედავად ამისა, კობახიძემ არც ის თქვა, რომ რუბიო იტყუება. რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, გაიგებთ მოგვიანებით, თქვა კობახიძემ.